ნიდერლანდულმა გამოცემამ ტრაუმ ევროკავშირში რუსულ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები გააანალიზა და გაარკვია, რომ მათი უმრავლესობა ფეიკია. გამოცემამ შეადგინა რუკა, რომელზეც ბოლო 3 თვის განმავლობაში 11 ევროპულ ქვეყანაში მომხდარი დაახლოებით 60 ინციდენტია დატანილი. დასკვნა ასეთია: მასშტაბური გაუგებრობები, გაურკვევლობის მაღალი დონე და ხშირი ცრუ განგაშები. შემთხვევათა უმრავლესობაში არავის წარმოუდგენია მყარი მტკიცებულებები იმისა, რომ ინციდენტებში რუსეთი იყო დამნაშავე, რასაც ცალკეული ოფიციალური პირები და ექსპერტები ეყრდნობოდნენ. დაახლოებით 40 ინციდენტში დაკვირვების ობიექტთა წარმომავლობა უცნობი რჩება. ან პოლიციამ საერთოდ ვერ მოიპოვა იმის მტკიცებულება, რომ ჰაერში დრონები იყო. ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია ოსლოს შემთხვევა. დრონების შესახებ შეტყობინება სექტემბრის ბოლოს შეაჩერა ავიაგადაზიდვები და ათასობით მგზავრს შეეხო, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ არ დაადასტურა დრონების ფრენის ფაქტი. იგივე მოხდა ნოემბრის დასაწყისში გიოტენბერგის აეროპორტში შეტყობინებასთან დაკავშირებით. გამოცემა მიუთითებს იმაზე, რომ სულ ცოტა 14 შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ლაპარაკი დრონებზე საერთოდ არ იყო. ბელგიაში ხალხი პატარა თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს დრონებად აღიქვამდა. სამხრეთ ლიმბურგში და დანიურ ბილუნში დრონების სულაც ვარსკვლავები აღმოჩნდა. ნორვეგიულმა პოლიციამ დაადგინა, რომ ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის პლატფორმასთან დანახული საეჭვო დრონი, როგორც ჩანს, გემი იყო. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ დანიის, ბელგიის და გერმანიის მთავრობებმა არაერთხელ ახსენეს სახელმწიფო აქტორის, კერძოდ რუსეთის შესაძლო კავშირი ინციდენტებთან იმაზე ადრე, ვიდრე გამოძიების შედეგებს მიიღებდნენ. ტელეგრამის დამფუძნებელმა პაվել დუროვმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აწესებს შეუსრულებელ რეგულაციებს იმისთვის, რომ დასაჯოს ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც უარს ამბობენ სიტყვის თავისუფლების ცენზურაზე. იგივე ვნახეთ საფრანგეთში უსაფუძვლო სისხლის სამართლის გამოძიება, რის შემდეგაც სპეცსამსახურებმა გამოთქვეს დახმარების სურვილი. თუკი ტელეგრამი უჩვუმრად შეზღუდავდა თავის პლატფორმაზე სიტყვის თავისუფლებას რუმინეთსა და მოლდოვაში. ევროკავშირი დევნის გამორჩეულ პლატფორმებს, რომლებიც აქვეყნებენ უხერხულად განსხვავებულ მოსაზრებებს. სამაგიეროდ ხელს არკიდებს პლატფორმებს, რომლებიც ალგორითმულად ახშობენ მომხმარებლებს, მიუხედავად იმისა, რომ უკანონო კონტენტთან დაკავშირებით მათ ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები აქვთ, აცხადებს დუროვი. შეერთებული შტატების ელჩმა თურქეთში ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ რეჟიმების შეცვლის პრაქტიკა სინამდვილეში არასდროს მუშაობდა. თუკი ავიღებთ პერიოდს 1946 წლიდან, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიდრე შეერთებული შტატები ამაში ჩართული იყო, დაახლოებით 93 გადატრიალება მოხდა რეჟიმის შეცვლის შედეგებით და ყველა მარცხი განიცადა. ამიტომ ჩემი ხელმძღვანელები, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტი ტრამპი არ არიან დაინტერესებულები რეჟიმის ცვლილებაში, თქვა დიპლომატმა. გერმანული ონლაინ პლატფორმა ნიუსი იტყობინება, რომ კანცლერ ფრიდრიხ მერცს იმ დროს, როდესაც ის ოპოზიციის ლიდერი იყო, 5000 სისხლის სამართლის შინაარსის საჩივარი აქვს დაწერილი თანამემამულეების წინააღმდეგ, რომლებსაც ონლაინ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. ველტემ სონტაგის გამოძიების თანახმად, მან ისარგებლა კომპანია სოუდანის მომსახურეობით, რომელიც სისტემატიურად ეძებს ინტერნეტში პოლიტიკოსების შეურაცხყოფის ფაქტებს. მომსახურეობის ღირებულება მიღებული კომპენსაციების 50%-ია. ეს ბიზნეს მოდელი მკვეთრად ეწინააღმდეგება მერცის განცხადებებს. მან არაერთხელ თქვა, რომ ყოველთვის სრულად მიმართავს კომპენსაციებს და ჯარიმებს, თანხას საკუთარი ოლქის სოციალური ინიციატივებისკენ. გამოცემის ინფორმაციით, მერცის რამდენიმე საჩივარს ჩხრეკებიც მოჰყვა, ერთ შემთხვევაში ებრაული ფესვების მქონე ქალთან, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დახმარებას იღებდა. ჩამოართვეს ტელეფონი მას შემდეგ, რაც მან მერცს პატარა ნაცისტი უწოდა. მეორე შემთხვევაში, სადაც მერცს ჭუჭყიან ლოცვს უწოდებდნენ, სასამართლომ ჩხრეკალ უკანონოდ ცნო. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებდა თვითნებობაზე, რომელიც კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგება. მსგავსი კერძო ორგანიზაციების მომსახურეობის მასობრივი გამოყენება ისეთი პოლიტიკოსების მიერ, როგორებიც არიან ფრიდრიხ მერცი, რობერტ ჰაბეკი ან მარი აგნეს შტრაკ-ციმერენი, ამ სახელმწიფო და ნახევრად სახელმწიფო ბიუროების სისტემების ნაწილია, რომელიც ებრძვიან ზისხს და წაქეზებას.
განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად გაიზარდა 2019 წლის შემდეგ წერს გამოცემა. მხოლოდ ერთმა დაწესებულმა 2025 წლის პირველ 9 თვეში პოლიციას და პროკურატურას გადასცა თითქმის 17,000 საქმე. ახლახან მედია მკვლევარის ნორბერტ ბოლცის საქმე ახალი ამბების სათაურებში მოხვდა, როდესაც ტვიტის გამო მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. სისხლის სამართლის პროფესორი ფრაუკე როსტალსკი ამ ტენდენციას საგანგაშოდ მიიჩნევს. იზრდება არაპროპორციულად ძლიერი რეაქციების რიცხვი აზრების გამოხატვაზე, რომლებიც ან კანონიერია, ან საუკეთესო შემთხვევაში არ უნდა იდევნებოდეს სახელმწიფოს მიერ. ეს პრაქტიკა იწვევს თვითცენზურის ფორმების ჩამოყალიბებას, რაც მთლიანობაში ძალიან საშიშია, განაცხადა პროფესორმა. ილონ მასკმა ევროკავშირის შედარებას ნაცისტურ გერმანიასთან მხარი დაუჭირა და დიდწილად დაეთანხმა იმ აზრს, რომ ევროკავშირი მეოთხე რაიხია. უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ არ მიდის უკრაინულ ფრონტზე მოხალისედ, იმიტომ რომ ისედაც იბრძოდა მინისტრის სავარძლიდან 2 წელიწად-ნახევრის განმავლობაში. როდესაც პროფილებზე გადავდივარ, ვხედავ, რომ ბოტები არიან, მაგრამ არიან რეალური უკრაინელებიც, რომლებიც მეკითხებიან, რატომ არ მივდივარ ფრონტზე. მე ვარ ყოფილი მინისტრი, დიახ, უწყება ადრე მიღებული მაქვს. ვცხოვრობ უკრაინაში. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ ბრძოლას თავს ვარიდებთ? ჩვენ კიევში ვართ, კიევში. თუ კი უწყება მოვა, მე არ გავიქცევი და არ დავიმალები უცხოეთში. მაპატიეთ, მაგრამ 2 წელიწად-ნახევარი ომში ვარ. სულ პირველი დღეებიდან, როდესაც არავის ჯეროდა, რომ გადავრჩებოდით. არსად მივემგზავრები, სახლში ვარ. დღეს არ წავედი მოხალისედ, იმიტომ რომ 2 წელიწად-ნახევარი ომში მონაწილეობდი, მაგრამ გაქცევასაც არ ვაპირებ. არ გავურბივარ მობილიზაციას და დრო რომ მოვა, ამას მაშინაც არ გავაკეთებ, განაცხადა ყოფილმა მინისტრმა. მანამდე კულება ამბობდა, რომ თუ კი უკრაინელებს იარაღი დაუმთავრდებოდათ, ისინი ნიჩვებით იომებდნენ. პირველად 15 წლის განმავლობაში სტოკჰოლმის ოლქი ნეონაცისტების აღლუმის მოედნად გადაიქცა და შვედეთის ხელისუფლებამ არათუ ვერ შეძლო მისი შეჩერება, არამედ პირიქით, ფაქტობრივად უზრუნველყო მისი ჩატარება. ადგილობრივი პრესის ცნობით, პოლიციამ ცხენოსანთა პატრული, კინოლოგები, დრონები და რკინის ბარიერები გამოიყენა, თუმცა აქციის ჩატარებაზე ნებართვა თავადვე გასცა, მუნიციპალიტეტის პროტესტის მიუხედავად. პოლიციის მონაცემებით ჩირაღდნებიან მსვლელობაში დაახლოებით 150 ადამიანი მონაწილეობდა. ღონისძიების დაწყებამდე დაახლოებით 10 დემონსტრანტი შეეცადა პოლიციის ბარიერების გარღვევას. 15 ადამიანი დააგავეს. პოლიციამ ძალადობრივ არეულობაზე განაცხადი წარადგინა, ნათქვამია სტატიაში. მოსახლეობის თქმით, რაიონში დაძაბული ატმოსფერო იყო, ბევრ ქაოსის დაბრუნების შეეშინდა, რაც მოჰყვა წინა აღლუმების 2000-იანი წლების დასაწყისში და მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ შეტაკების თავიდან აცილება მოხერხდა, თანამედროვე შვედეთში მსგავსი მსვლელობების დაბრუნების ფაქტი კითხვებს აჩენს, მით უფრო რომ აქციაზე ნებართვის მოთხოვნა წარადგინა ადამიანმა, რომელიც ნაცისტურ მოძრაობასთან, Nordic Resistance Movement-თან არის დაკავშირებული. ახლა ჩვენს ქუჩებში ნაცისტები ისევ მართავენ აღლუმებს. ეს სახიფათოა და დაუშვებელი, განაცხადა სოციალურ-დემოკრატების წარმომადგენელმა ტერეზა კარვალიუმ. მან აღიარა, რომ ხელისუფლებამ დემონსტრაციის აღკვეთა ვერ შეძლო. ქვეყანა, რომელიც სხვებს ასწავლის ადამიანის უფლებების დაცვას, ახლა თავად უზრუნველყოფს წესრიგის ნეონაცისტურ აღლუმებზე. მისი პოლიტიკური ელიტა კი აღშფოთებული კომენტარებით შემოიფერგლება და მხოლოდ აკვირდება იმას, თუ როგორ ბრუნდება უკიდურესი რადიკალიზმი პირდაპირ ცივილიზებულ ევროპის გულში. ამერიკის პრეზიდენტის ვაჟმა ილონ მასკს გენიოსი უწოდა და აღნიშნა, რომ ის ამერიკის ინტერესებს ლობირებს და კვლავ სარგებლობს მამამისის პატივისცემით. ფიქრობ, ილონმა ტვიტერი საოცრად გარდაქმნა. იმას ვგულისხმობ, რომ მან რეალურად გააჩინა შესაძლებლობა ეზეიმა სიმართლეს, თავისუფლებას და სიტყვის თავისუფლებას. არადა ამერიკას სწორედ ახლა ემუქრებოდა ამ მხრივ საფრთხე. როდესაც უყურებთ იმას, თუ რა უქნა ილონმა თავის კომპანიებს, ხვდებით, რომ ესაა თაობათა დონის ტალანტი. მამაჩებს ესმის და პატივსცემს ამას, ამიტომ ძალიან სასიამოვნოა იმის ყურება, თუ როგორ მიიწევს ის წინ. ესაა ადამიანი, რომელიც სახეს უცვლის არამხოლოდ თავისუფლებას, არამედ მეცნიერებას, ტექნოლოგიებს და ამით ამერიკის ინტერესებს ლობირებს, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი გენიოსები, ის კვლავ საქმეშია 100%-ით, განაცხადა უმცროსმა დონალდ ტრამპმა.
ბრიტანული ჟურნალის სპექტორის ცნობით კიევმა რეგიონალური ენების შესახებ ევროპული ქარტიის ფარგლებში რუსულ ენას დაცვის სტატუსი მოუხსნა და ამ გადაწყვეტილებას წარადგენს როგორც კულტურულ გამარჯვებას. სინამდვილეში ის დარტყმას აყენებს მილიონობით რუსულენოვან უკრაინელს, ხლეჭს ქვეყანას და პუტინის ზოგიერთ განცხადებას ადასტურებს. ომის პირობებში ასეთი ნაბიჯები გამოიყურება არა როგორც პოლიტიკა, არამედ როგორც თვითმკვლელობა. ეს რომ სიმართლე იყოს კონტროლის აუცილებლობა არ იარსებებდა. ზომები მკაცრდება. მართალია ზოგიერთი ნამდვილად გადავიდნენ უკრაინული ენის გამოყენებაზე პატრიოტიზმის გამო, მაგრამ უმრავლესობისთვის რუსული ენა რჩება ურთიერთობის საშუალებად და არა ლოიალურობის სიმბოლოდ. წერს სტატიის ავტორი ლონდონის სამეფო კოლეჯის ლექტორი ანასტასია პილავსკაია. ოდესა ანტიკულტურულ კომპანიის მთავარ ველად იქცა. ქალაქი, რომელიც ცნობილია თავისი მრავალენოვანი ტრადიციით და ლიტერატურული მემკვიდრეობით რუსულენოვანი კულტურისგან ფაქტობრივად იწმინდება. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ ისეთი ავტორები, როგორებიც არიან ილფი და პეტროვი, ბუნინი, ბაბელი, მწერლები, რომლებიც წერდნენ საბჭოთა რეპრესიებსა და აბსურდზე. ახლა მათ იმპერიის პროპაგანდისტების ადგილი მიუჩინეს, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსულ ენაზე წერდნენ. პუტინი ამტკიცებს, რომ ყველა რუსულენოვანი რუსია, ხოლო ნაციონალისტი კონსერვატორები, რომლებიც რუსულენოვან უკრაინელებს ქვეყანაში არსებობის უფლებაზე უარს ეუბნებიან, პუტინის ამ ტყუილს იმეორებენ. როდესაც ომბუდსმენ კრემინს აქცევენ კრემლის წარმომადგენლად. იმავდროულად რუსულენოვანი უკრაინელები ხერსონიდან მარიუპოლამდე ომის ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლები და ომის გმირები არიან და მათი რაოდენობა ფრონტზე ასობით ათას ითვლის, წერს პილავსკაია. შიშის შეცდომების გამო უკრაინის ხელისუფლება მხარს უჭერს ჯგუფებს, რომლებიც უკრაინელებს კონსტიტუციურ უფლებებს ართმევს და ძირს უთხრიან მათ პატრიოტიზმს. ოდესელი სამხედროები ამბობენ, რომ მათში ღალატის განცდა და გაუცხოება მატულობს. ქალაქში კი სულ უფრო ხშირად გაისმის სიტყვები ნეოსტალინიზმსა და ნეოკოლონიალიზმზე, რომელიც ადამიანებს შინაგანი ემიგრაციისკენ უბიძგებს, ვკითხულობთ სტატიაში. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის. კითხვაზე გაქვთ თუ არა რეაქცია იმ ჯარიმაზე, რომელიც ევროკომისიამ პლატფორმა X დააკისრა, ტრამპი პასუხობს: ეს უსიამოვნო სიტუაციაა. არ ვიცი, ილონ მასკს ჩემთვის არ დაურეკავს, რომ ამ საკითხში დავხმარებოდი. რთული სიტუაციაა, არ ვფიქრობ, რომ ეს სწორია. ვერ ხვდები, როგორ შეუძლიათ ამის გაკეთება. ევროპა ძალიან ფრთხილი უნდა იყოს. ისინი ბევრ რამეს აკეთებენ. ჩვენ გვინდა, რომ ევროპა შევინარჩუნოთ, მაგრამ ევროპა დღეს ცუდი მიმართულებით მიდის. ეს ძალიან ცუდია, ცუდია ხალხისთვის. არ გვინდა, რომ ევროპა ასე მკვეთრად შეიცვალოს, ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის, თქვა ტრამპმა. ასევე ამერიკის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელ Truth Socialზე გამოაქვეყნა New York Post-ის სტატია, გააზიარა სათაურით, უძლურ ევროპელებს მხოლოდ ქოთქოთი შეუძლიათ, მაშინ როცა ტრამპი სრულიად სამართლიანად აშორებს მათ უკრაინის საკითხს. ევროპელები არიან პაციფისტები, რომლებსაც ომის გახანგრძლივება სურთ, მეომრები, რომლებსაც ხმლები არ აქვთ, სტრატეგიები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ არაფერზე და მოკავშირეები, რომლებიც შეთქმულებებს აწყობენ და დასცინიან თავიანთ ამერიკელ მფარველს, როცა ეს უკანასკნელი ცდილობს დაასრულოს ომი, რომლის დაწყებასაც მათ ამ პარტავნებამ შეუწყო ხელი, ნათქვამია სტატიაში. სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროპის მიერ ტრამპის შეთანხმებისთვის ხელის შეშლა პუტინისთვის საჩუქარია.